ეს მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების შემაერთებელი მონაკვეთია. ადგილი, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო გამოკვლევის თანახმად ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული. ჯუმბერბზიშვილი გზის პირას ზის და გაზეთებს ყიდის. გაზეთების გამყიდველი დილიდან საღამომდე ავტომობილების გამონაბოლქს უნთქავს. ამბობს, რომ საღამოს გაზეთები მტვრის სქელი ფენითაა დაფარული. აქ ყველანაირი ტრანსპორტი დადის, ბენზინზე მომუშავეც, გაზეთს და იმაზედაც დიზელზე. ეს ყველა გამონაბოლქვი ამ პატარა ქუჩაზე საწავა. ან უნდა ჩაიკეტოს ეს ქუჩა გახდეს სამმხრივი. აი ზევიდან აიგზავნოს ჩამოსვლა. აგრე ხე მოჭრეს და აღარ დადგეს. ესე იგი ამის ჟანგბადი ხომ მოვაკლდა უკვე. ისე რამდენიმე ხეც ხო იჭრება. ეს ყველაფერი აი სახებამ დროთა განმავლობაში უცებ შეიძლება არ წაგაგრძელოს. დროთა განმავლობაში თავის სიტყვას იძახის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო 2016 წლის მონიტორინგის თანახმად ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი ხარისხი მელიქიშვილის ქუჩის გარდა ასევე გამოვლინდა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რუსთაველის გამზირზე პირველ სკოლასთან. სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად მომავლებულ ავტომობილებსა და მათ გამონაბოლქვს ასახელებს. ეს ქუჩა სამწუხაროდ აი ეს გადაკვეთა იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ინდიკატორული გაზომვების მიხედვით. ეთყობა ის არის გარკვეულწილად დახურული სივრცე, სადაც ძალიან ბევრი მანქანები გადაადგილდება და გარკვეულად იქნება დახშული გარემო, ჰაერის ცირკულაცია არახელსაყრელი არის. თუმცა აქ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისში შეიძლება არ იყოს სხვა ასევე დაბინძურებული ადგილები, უბრალოდ ჩვენმა ინდიკატორულმა გაზომვებამ ჯერ იმ ადგილებში შეიძლება ვერ მიაღწია. ძველი ავტომობილები, გაუმართავი მუნიციპალური ტრანსპორტი, დაბალი ხარისხის საწვავი, პარკინგის მოუწესრიგებელი სისტემა. ეს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მხოლოდ რამდენიმე მიზეზია. ამბობს გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა. ურბანულ ზონაში, აი მჭიდრო ადგილებში, სადაც ვენტილაცია ცუდია, უნდა კერძო ავტომობილების რიცხვის რაღაცნაირად შეზღუდვები უნდა მოხდეს მათ გადაადგილებაზე, ვინც იქ არ ცხოვრობს ერთი ცენტრალურ ზონებში არ უნდა იყოს ესეთი დიდი სიჭარბე ავტომობილების. ამის გადაწყვეტა მარტო მოქალაქეებს და ბიზნესებს არ შეუძლია თუ არ მოხდა რაღაც სახელმწიფო დონეზე ამის აღიარება როგორც პრობლემად. ფასი, რომელსაც დღეს მოსახლეობა თავისი ჯანმრთელობით იხდის და რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს, ძალიან მაღალია. გითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძე. დაბინძურება იზრდება, ის არ მცირდება სამწუხაროდ. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ქალაქს, რომელიც დამახასიათებელი იყო დასავლეთ ევროპისთვის 60-იან წლებში, როდესაც ქუჩაში ვერ სუნთქავდნენ და რამის აირწინაღი სჭირდებოდათ, ან ისეთ სურათს, რომელიც არის ახლა მაგალითად პეკინში. ფიზიკურად უკვე ხედავ, რომ არის შავიც, სადა ის არ იწმინდება არასდროს. თამარ ბაგრატიამ გითხრა, რომ მონიტორინგის ახალი ეტაპის შედეგები მალე გამოქვეყნდება. თუმცა წინასწარი მოლოდინი არც ისე ოპტიმისტურია. თუ დედაქალაქმა მოუწესრიგებელი ავტოპარკის პრობლემა ვერ გადაჭრა, ვითარება სასიკეთოდ ვერ შეიძლება.